მსოფლიო ამბებს წარმოგიდგენთ Global Auto Import-ი. მსოფლიო ამბების ბლოგს საქმიან საღამოში ძალიან მნიშვნელოვანი თემით ვიწყებთ. ცოტა წარმოუდგენელი შეიძლება იყოს ცოტა ხნის წინ ეს ამბავი, მაგრამ ფაქტია, რომ გარკვეულწილად უკრაინელებმა მოახერხეს ის, რომ დღეს ამერიკულ სამხედრო ბაზებზე მათი თავდაცვის ტექნოლოგიები არის განთავსებული. დიახ, ამ შემთხვევაში საქმე ეხება საუდის არაბეთში მდებარე ბაზას, რომელიც არის პრინც სულთანის ავიაბაზა და იქ უკრაინული ჰაერსაწინააღმდეგო დრონების საწინააღმდეგო პლატფორმა SkyMap განთავსდა. Reuters-მა გავრცელა ეს ინფორმაცია და უკრაინული სამხედროები ბაზაზე სპეციალურად ჩავიდნენ, რათა ამერიკული კოლეგებისთვის SkyMap-ის მართვის ინსტრუქტორი ჩაეტარებინათ. ეს სისტემა ირანული წარმოების შაჰიდის ტიპის დრონებისთვის არის უებარი წამალი, ასე ვთქვათ და კარგად არის გამოცდილი. ეს სისტემა დაიტესტა უკვე 1000-ჯერ და მეტჯერ მიმდინარე ბრძოლების შესაბამისად. დასჭირდათ ამერიკის შეერთებული შტატების სამხედროებს ავიაბაზის დასაცავად სწორედ ამ სისტემის გამოყენება. ანალიტიკოსების შეფასებით პენტაგონის მიერ უკრაინული ტექნოლოგიის გამოყენება ამერიკის შეერთებული შტატების საჰაერო თავდაცვის სისტემაში არსებულ გარკვეულ ხარვეზებზე მიუთითებს. რა თქმა უნდა, გამოჩნდნენ ახლა მართლაც კრიტიკოსები, რომ თუ ხარვეზები არ გაქვთ რა თქინათ უკრაინის სისტემაო, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ გვისაუბრია, რომ ყველაზე ეფექტიანი, ყველაზე გამართული ბრძოლაში გამოცდილი არმია თუ ტექნოლოგიები დედამიწაზე დღეს ყავს უკრაინას, რადგან ისინი 24 საათი არიან ბრძოლაში, ქმნიან ახალ თავდაცვის სისტემებს, ახალ თავდასხმის ტექნოლოგიებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მოკლედ ეს არ არის ეს არ ექვემდებარება განსჯას, თუმცა რა თქმა უნდა ანალიტიკოსები ამბობენ, რომ არ უნდა დასჭირებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებს მათი გამოყენება. SkyMap-ი, რომელიც კომპანია Skyforce-მა 2022 წელს შექმნა, რადარებისა და სენსორების მონაცემებს აერთიანებს და შემოსული საფრთხეების თაობაზე ერთიან სურათს ქმნის. უკრაინული მხარის ჩართულობა განსაკუთრებით ყურადსაღებია დონალდ ტრამპის განცხადებების ფონზე. სულ რაღაც ერთი თვის წინ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკის შეთავაზებაზე, რომელიც ირანული დრონების წინააღმდეგ უკრაინელების ჩართულობას მოიაზრებდა თავდაცვისთვის, უარყო და თქვა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს არ სჭირდებოდა ამ ტიპის დახმარება, თუმცა ის უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ ავიაბაზაზე, რომელზეც უკრაინული თავდაცვის სისტემა დრონების საწინააღმდეგო განთავსდა, საკმაოდ დიდი იერიშები იყო, რამაც საკმაოდ დიდი ზიანი მოუტანა ამერიკის შეერთებულ შტატების ავიაბაზას. იქ I3 ტიპის რადარი განადგურდა, ასევე KS-135-ის საწვავ გამმართველი თვითმფრინავები დაზიანდა. საწვავ გამმართველი თვითმფრინავები ზოგადად არ არის ეს ტექნიკა, რომელიც სერიულად იწარმოება, საკმაოდ ძვირადღირებული ტექნიკაა. შესაბამისად ამ ავიაბაზის დაცვა არის უმნიშვნელოვანესი პროცესი. ასევე უნდა ვთქვათ, რომ უკრაინული ინოვაციების ქვედანაყოფის Brave 1-ის მხარდაჭერით შექმნილი SkyMap-ი უკრაინის მთელ ტერიტორიაზე განთავსებული 10,000-ზე მეტ აკუსტიკურ სენსორს აერთიანებს და როგორც უკვე აღვნიშნეთ, 1000-ჯერ და მეტჯერ არის გამოცდილი ეს სისტემა და უზრუნველყოფს ამერიკული ავიაბაზის დაცვასაც უკვე დღეიდან. კი, ამერიკულ ავიაბაზას ახლა უკვე უკრაინული ტექნოლოგია იცავს, რაც ნამდვილად საინტერესო მოსასმენია, მინიმუმ შეგვიძლია ამისი თქმა და ასევე საინტერესო მოსასმენია ის, თუ რა განცხადება გააკეთა დონალდ ტრამპმა ირანთან სამშვიდობო მოლაპარაკებების მიმდინარეობის პროცესში. მოგახსენებათ, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ვადა ამოეწურა გუშინ, მაგრამ ტრამპმა თქვა, რომ ის არ გაახანგრძლივებს ამ ვადას კლასიკური გაგებით, ანუ კონკრეტული დედლაინი არ გვეცოდინება, უბრალოდ ცეცხლის შეწყვეტა იქნება ფაქტობრივად განუსაზღვრელი ვადით. ანუ არანაირი 2 კვირა, 3 კვირა თუ 17 დღე აღარ იქნება კონკრეტული. დამატებით 2 კვირიანს ამოეწურა გუშინ. კი, დამატებით 2 კვირიანს ამოეწურა ვადა და ახლა უკვე ჩაერთვა ახალი რეჟიმი, რაც ნიშნავს უსასრულო ცეცხლის შეწყვეტა იქამდე, სანამ არ გაფორმდება უშუალოდ საბოლოო კონტრაქტი, საბოლოო ზავი, რაც იქნება ირანსა და ამერიკას შორის. როგორც ტრამპმა თქვა, მას პირადად ეს არ უნდოდა. უბრალოდ პაკისტანის დაჟინებული თხოვნით და რეგიონის სხვა სახელმწიფოების რეკომენდაციით მან გადადგა ეს ნაბიჯი წავიდა ამერიკა დათმობაზე და დროებით შეთანხმებაზე მოკლედ არის თანახმა ამჟამად ვაშინგტონი. აქვე ის უნდა ითქვას, რომ ახლა უკვე მიმდინარეობს სამზადისი პროცესი მეორე რაუნდისთვის, ეს პირველი რაუნდი არაფრით დასრულდა, ფაქტია.
მეორე რაუნდი წესით უფრო რაღაც შედეგის მომტანი უნდა იყოს, რადგან პირველი რაუნდის ბოლოს რაღაც ისეთი გაუგებარი კომენტარები იყო ორივე მხარისგან, რომ ძალიან რთული იყო დასვენების გამოტანა. ამერიკა ამბობდა, რომ ირანი რაღაც ChatGPT-ის მიერ დაწერილ გეგმას დებდა, ხოლო ირანი ამბობდა, რომ ამერიკის მოთხოვნები უბრალოდ მიუღებელი იყო. მეორე რაუნდში ალბათ უკეთესი შედეგები უნდა იქნას, მაგრამ სანამ ეს მეორე რაუნდი დაიწყება და რამე შედეგს დადებს, იქამდე ჰორმუზი ისევ არის დაკეტილი ირანის და ამერიკის მიერ ორივე ერთად კეტავს. მესამე მხარე შეიძლება შეუერთდეს მალე და იმანაც დაკეტოს. იქ ბლოკადაა, როგორც კი, სრული ბლოკადაა. ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდანაც ბლოკადაა, პორტები არის ბლოკირებული, რაც 435 მილიონი უჯდება ყოველდღიურად ირანის ეკონომიკას. ასეთია მოკლედ რიცხვები, რომელსაც გავლენიანი ამერიკული გამოცემა Wall Street Journal-ი აქვეყნებს. ყოველთვიურად ეს დანაკარგი დაახლოებით 13 მილიარდს აღწევს, ნათქვამია სტატიაში და აღსანიშნავია, რომ ზარალის ძირითადი ნაწილი კერძოდ 276 მილიონი, ანუ ყოველდღიური ზარალის, ნედლი ნავთობის და ნავთობქიმიური პროდუქტების ექსპორტის შეჩერებაზე მოდის არსებული პროგნოზით შეზღუდვები ქვეყანაში ინფლაციის ზრდას და სასურსათო პროდუქტების დეფიციტსაც კი გააჩნს. ეს არის სწორედ მიზანი ამ შემთხვევაში დონალდ ტრამპის და ამერიკის შეერთებული შტატებისა. ტრამპის მიერ ირანული პორტების ბლოკირების გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, ფულადი ნაკადების მაქსიმალურ შეზღუდვას ისახავს მიზნად და ენერგო ვაჭრობის პარალიზებას. ექსპერტების შეფასებით, საზღვაო ბლოკადა ხარგის კუნძულის დაკავების სამხედრო ოპერაციის იდენტურ შედეგებს აძლევს ახლა ამერიკის შეერთებულ შტატებს და მათ მიზნებს, ისე სახმელეთო ოპერაციის და ჯარისკაცების ჩართულობის გარეშე შესაბამისად სავარაუდოდ. ხო, უფრო მარტივია საზღვაო ბლოკადა, იქ ადამიანების გადასხმა რაღაც კუნძულზე არ გჭირდება, რაღაც ოპერაცია არ გჭირდება, რომელიც სიცოცხლის რისკად შეიძლება დაუждდეს ჯარისკაცს. ხო, საფუძველიც ჭირდება სამართლებრივი აღებას. ნაწილები აქ ბლოკადაა ჩვეულებრივი პორტებში არ უშვებენ გემებს, პორტებიდან გემებს აქეთ სავაჭრო გზებით არ უშვებენ, რაც დარტყმას აყენებს მათ შორის ჩინეთსაც. ჩინეთი ჰორმუზის სრუტის გავლით ნავთობის დიდ რესურსებს იღებს, შესაბამისად ამერიკის შეერთებული შტატები ამითაც ცდილობს, რომ რაღაცნაირად გავლენა მოახდინოს ჩინეთზე, რადგან ჩინეთმა თავისი ბერკეტები გამოიყენოს ირანთან მიმართებით და მათ აიძულოს გარკვეულ დათმობებზე წასვლა, მოლაპარაკების პროცესში კონსენსუსის მიღწევა და შესაბამისად აი ეს მეორე რაუნდი, რომელსაც ველოდებით, აქ შესაძლოა გარკვეული როლი ჩინეთის პოზიციამაც ითამაშოს ირანთან მიმართებით. კი, რა თქმა უნდა, ჩინეთს ძალიან დიდი გავლენა აქვს ირანზე. ირანული ნავთობის ერთ-ერთი მსხვილი მომხმარებელი ყოველთვის იყო ჩინეთი და ალბათ მომავალშიც იქნება, როდესაც ვითარება გამოსწორდება, მაგრამ სანამ ეს ყველაფერი გამოსწორდება, იქამდე ერთი საკითხია კიდევ პრობლემული და ეს საკითხი უკავშირდება იმას, რომ არის ერთი ირანი, რომელსაც ყავს დე-ფაქტო მთავრობა თუ ხელისუფლება თუ სარდლობა, მმართველობა, არ აქვს მნიშვნელობა, რომელთანაც ახლა ამერიკა საუბრობს და კიდევ არის ცალკე ეს ისლამური რევოლუციური გუშაქთა კორპუსი, რომელიც სამხედრო, ასე ვთქვათ, ერთეულია ირანში, რომელსაც საკუთარი მმართველობა აქვს, საკუთარი სარდლობა ყავს და ხშირად ირანის ოფიციალური, ასე ვთქვათ, პოზიცია და ამ სამხედრო გაერთიანების პოზიცია ერთმანეთს არ ემთხვევა. ანუ თუ კი მაგალითად ირანი მზად არის, რომ თუნდაც მშვიდობაზე დათანხმდეს ამერიკას, არასოდეს არმია ამაზე თანახმა არ არის, მათ უფრო რადიკალისტური ზომების მიღება სურთ. მოკლედ, აი ამ სამხედრო ერთეულმა გაავრცელა ასეთი ძალიან მკაფიო განცხადება, რაც მიემართება რეგიონის სახელმწიფოებს. მათი თქმით, თუ კი რომელიმე რეგიონის ქვეყანა ან ამერიკას, ან ისრაელს დაუთმობს თავის სამხედრო ბაზას, ან ინფრასტრუქტურას, ან გადასცემს იარაღს, ან სხვა ხრივ გაუწევს დახმარებას, მისი, ანუ იმ სახელმწიფოს ფიზიკური ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა და ყველაფერი სტრატეგიული ობიექტი რაც აქვს, იქნება განადგურებული მომენტალურად. აი ამის პირობას დებს ირანის სამხედრო, ასე ვთქვათ, ძალები. ცხადია ეს განცხადება არ არის ხელწამოსაკრავი, ყველას კარგად ესმის და ამიტომაც არიან, რომ რეგიონის სახელმწიფოებმა ამის ყველა მუთხრეს ამერიკას უარი სამხედრო ბაზების გამოყენებაზე. ის ბაზებიც რაც დაიბომბა, ცარიელი იყო იქ. დიდად არაფერი არ იყო, მაქსიმუმ რამდენიმე თვითმფრინავი თუ იყო შენახული, ეგეც დროებით. მოკლედ, სიფრთხილეს იჩენს ყველა თავი, ამიტომაც არ უნდათ რეალურად ამ კონფლიქტში ჩართვა არც ამერიკის მოკავშირეებს, არც რეგიონის ქვეყნებს, ყველა თავს შორს იკავებს, ერთადერთი ვინც არის სრულად ჩართული ეს არის ისრაელი, რომელსაც მისთვის სხვა გზა არც აქვს ისრაელი ნეიტრალური ამ პროცესში, რა თქმა უნდა, ვერ იქნება. მოკლედ ასეთია მოცემულობა, ისევ გვაქვს გაურკვევლობა და გაურკვევლობის კვირები სამწუხაროდ გრძელდება და გრძელდება. მსოფლიო ამბებს წარმოგიდგენთ Global Auto Import-ი.